დაკავებულია კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლის მოკლა სცადა. 34 წლის ქალს სხეულის 50% დამწვარი აქვს და დაჭრილია ცივი იარაღით. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის დეტალებს არასაჯაროვებს, თუმცა მედიის ინფორმაციით მსხვერპლი ქმარს 3 წლის წინ დაშორდა და მას შემდეგ გამუდმებით ავიწროებდა. გამოწერილი ჰქონდა შემაკავებელი ორდერიც, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა. ახალგაზრდა ქალი მცირეწლოვან შვილთან ერთად დედასთან ცხოვრობდა. გამოძიება განზრახ-მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. კაცს, რომელიც წარსულში ნასამართლევია, 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ნუცა ბახუტაშვილი უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს და ის მოგუყვება ბოლო ინფორმაციას ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამ დრომდე მძიმე არის 34 წლის თათია ლომინაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას სხეულის 50% აქვს დამწვარი, ასევე დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები და მიყენებული აქვს რამდენიმე ნაკვეთი ჭრილობა. როგორც ექიმები ამბობენ, სტაბილური არის მისი მდგომარეობა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება მართვით სუნთქვაზე და განაგრძობს მკურნალობას. ექიმების განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ან გაუარესება ამ ეტაპისათვის არ შეინიშნება. ქალი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გუშინ ღამე გადმოიყვანეს კასპიდან, შემთხვევაც გუშინ მოხდა ყოფილმა ქმარმა. როგორც ამას გამოძიების ოფიციალური ვერსია ხვდება, მიაყენა განზრახ მძიმე დაზიანებები, დაჭრა ეგრეთ წოდებული სპიცით, ასევე გადაასხა ბენზინი და ცეცხლი წაუკიდა, სახეში კი მჟავა შეასხა. სწორედ ამ ფაქტის შემდგომ მიიღო ქალმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მძიმე დაზიანებები და ამ წუთებში ხეჩინაშვილის კლინიკაში ის სიცოცხლისთვის იბრძვის. რაც შეეხება კაცს, რომელიც უკვე დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბრალდებული, რომელიც მომხდარის შემდგომ მიმალვაში იმყოფებოდა, ცხელკვალზე დააკავეს, მას დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან. აღნიშნული პიროვნება და გოგონა თათია ლომინაძე 4 წლის განმავლობაში დაშორებულები იყვნენ, როგორც ამას ოჯახის ახლობლები ხვებიან, თუმცა კაცი თათია ლომინაძეს გამუდმებით ავიწროებდა. პაციენტის მდგომარეობა არის უმძიმესი, სხეულის თითქმის ნახევარი არის დაზიანებული, როგორც თერმული აგენტით, ასევე ქიმიური აგენტით, ანუ სხეულის დაახლოებით 40-45% არის დამწრობა. ამას ემატება თერმოინჰალაციური დაზიანება, ანუ სასუნთქი გზებიც დაზიანებული აქვს პაციენტს, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ჯერჯერობით პროგნოზებზე ლაპარაკი რთული არის. ყოველ შემთხვევაში ჩვენ მხრივ ყველაფერი კეთდება, რომ ახალგაზრდა ადამიანი რაღაცნაირად ამ მძიმე ტრავმიდან გამოვიდეს. ჭრილობა კერდის არეში, დანიkt სავარცხლურობოდ ფასრის აგრით მიყენებული, თუმცა ის კერდის ღრუში შემავალი არ არის. მაგ მხრივ პრინციპში პრობლემა წესითაა. დაკავებულ ზურაბ ბურდულს ჯერჯერობით ოფიციალურად ბრალდება არ წარდგენია, დიდი ალბათობით მას უახლოეს საათებში წარუდგენენ ოფიციალურად ბრალდებას. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას. აღნიშნული მუხლი კი ითვალისწინებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.